გაუმარჯოს დღე მშვიდობის შუადღე კი არა და სავარაუდოდ დედა 4:25 წუთი ახალ დილას ჩასული, ახლა ამოვედი დაბლიდან. რას ვაკეთებდი? სარეცხს გავფენდი, ავკრებოდი. გავფენდი. ორასჯერ გაწვიმდა. ის თოკირის დამატებას თუ აპირებდი, აღარ დავამატე, რადგან მზე გამოვიდა, მე დამეზარე და მოკლედ. მე მგონი ძირითადი ნაწილი უფრო დავაშრე და აი აქ ჩავყარე, იქ აღარ ჩავყარე რო ვარ. იქ რო ვყრი ხოლმე რაღაცა ჩადოემართება და გროვდება. ხო და ეხლა რადგან მარტო ჭერსასრუტი მაქვს ჩასართავი, ამიტომ ჯერ უბრალოდ რაც ისეთი რამეა, რომ ძალიან არ დაიჭვჭოს, დავკეცავ და უჟენეჭო. დავაბინავებ თან შრება, თან და შემოვიტანო, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება ავკრიფო სარეცხი, რომ რაც ნესტიანი დარჩება, შიგნითა მხარეს გადავკიდო და დარჩეს თუნდაც ამაღა. გავაკეთე საჭმელი. დავდგი თეთრი სუპი, როგორც დილას დავაანონსდე და მეორეს უნდა გამეკეთებინა დაჭრილი ხინკალის, რატო ისე ვაქვს ჩახუჭუჭებული. ხო და აღმოვაჩინე უცბად ჯამის გამოღებისას, რომ მე მქონდა ოსპი და გავაკეთე ოსპი. ყველაზე კაი გადაწყვეტილება რაც იყო, იმიტომ რომ მე მგონი სულ შეჭამეს. ერთი გაკეთება მაქვს კიდე და დავაბარე ფლაშას, მოვატანინებ. ზოგადად ფლაშა ეგეთ რაღაცებზე აი ხა ის რას აყიდელი ადრე ამბობდა და რაღაცა რა და დილას წეღანის გემრიელად შეჭამა. ხო ადრე იგი ამბობდა ხოლმე და ეხლა თვითონ მოიტანს ხოლმე, რომ იკითხავს ხოლმე ოსპი არის კიდე. ესე გუშინდელი დაბანილი და დაუარცხნელი თავი იყო ეს. აჰა, ეს არ ვიცი რატომ აქ ეს. ვაი დედა, ხელები გამომიშრა და დილას რო დავაანონსე, რომ იმედია მე ფრჩხილებს არ დავიზიანებ თქო. ქვაბები დავხეხე და ფრჩხილები მე მგონი დედაზე მაქვს დაყვანილი. და გამომიშრა. დავკრიფე მარწყვი. 4 ცალი. ცალი. დამუხტული თმა დავიწყნარე კრემით. ხო და ერთი იყო მომჟაო. წიფები დაურიგე ბავშვებს და მე ცოტა მომჟაო შევჭამე. ასე რომ ვერ გავიგეს რამდენად ტკბილი არის. ბავშვებს ვაჭამე 3-ვე. ხო და ნახოთ ახლა კიდე დაისხავს და ერთ-ერთ წიფეს ჩემთვის შემოვიტოვებ, რომ უბრალოდ მაინტერესებს რამდენად მაგარია. რამდენად კაი მარწყვი მაქვს ოჯახში. ვაი დედა. ყავაც დავლიე 2. მეტი აღარა მაქვს არც სურვილი და არც არაფერი. ხო და ყავის დალევის დროს. ჯერ ხო ეს ბოლო პერიოდია, ალბათ როგორც მე ისევე თქვენ არანაირი სურვილი არ გაქვთ, რომ შეხვიდეთ Facebook-ზე. მაგრამ და მიზეზი არის რა? რამე კაი ინფორმაცია გვხვდებათ საინფორმაციოში? გუშინ იყო და 20 რაღაცა წლის გოგო, 21 წლის გოგო ფანჯრიდან გადმოხტა. მე რამდენი სართულიდანო და მამამისის მარშრუტკას დაეცა. გუშინწინებში იყო შობიარე ქალი დაიღუპა. ტყუპებზე მშობიარე ქალი, ახალგაზრდა ანგელოზივით გოგო, უბრალოდ ქალი არა, გოგო. ვერც ტყუპები გადაარჩინეს და ვერც ის გოგო. ხელმოტეხილი ბავშვი იაშვილის კლინიკაში, ბათუმში.
ჯერ რა ერთი კვირის წინ იყო ბავშვი შეიყვანეს, ჩვილი ბავშვი შეიყვანეს ფილტვების ანთებით თუ არ ვცდები იაშვილში ბათუმში. და გამოწერეს იქიდან თავგატეხილი. ბავშვს დაუვარდათ. და იგივე კლინიკაში, ბათუმის კლინიკაში, გუშინ თუ გუშინ წინ ხელმოტეხილი ბავშვი, 13-14 წლის ბავშვმა ხელი მოიტეხა და შეიყვანეს საოპერაციოდ. ბავშვი მოუკვდათ. წეგან ნახე კიდე 21 წლის, 22 წლის გოგო ჩიყვის ოპერაციისას მოუკვდათ. ექიმები ყავს საერთოდ. და აი რა უგულობაა ხალხო, რა გვჭირს? ეს ის თაობა მოვიდა ექიმების ფულით რომ მოვიდნენ, მამიკოს ფულებით რომ ჩააბარეს და ძვირფასად რომ თანამდებობებზე მოეწონენ და თავარი ზოგი რომ თავარი ექიმი არის და რო იცი ვინც არის და ვინც იყო. ანუ მაგ თაობის ხელში ვართ უკვე? რაღა დროს მშობიარობას გადაყოლება, რაღა დროს ქვის ხანა? შარშან იყო და ანგელოზივით გოგო სისხლთისე დაეცალათ, ვერ მიხვდათ და ტყუპები დარჩა. ყველას გეცოდინებათ, შორენას შოშიები. გეცოდინებათ, ალბათ იმ ტყუპებს მასე იცნობენ. და გოგო ისე გამოეცალათ ხელიდან, რომ ვერ მიხვდნენ. სისხლისგან დაეცა, სისხლდენა ჰქონდა და არაფერი. აი, სრული შოკია რა, რომ აი არ არსებობს დღე. არ არსებობს დღე Facebook-ი გახსნა და რაღაცა პოზიტიური ინფორმაცია, რაღაც. წერა კიდე. მაგაზე მოვაყოლე რა. რო ვისვენებდი და ყავას ვსვავდი და ვათვალიერებდი. ეხლა უნდა ჩაგიგდოთ ეგ ვიდეო. პირველი არხის პირდაპირ ეთერში ახლა გეტყვით და მე ჩაგიგდებთ. არ ვიცი რამდენად სიმღერის ხმას დამიბლოკავს YouTube-ი, ამიტომ პარალელურად ჩავდებ აი ეგ სადღაცას. ან ამის შემდეგ რა. ეხლა ჩავდებ და გავაგრძელებ. ანუ სიმღერის დროს, პირდაპირ ეთერის დროს ბავშვი დავარდა, გული წაუვიდა და სიმღერა გაგრძელდა კიდე 2 წუთი და 27 წამი. ბავშვი არ მოუკითხიათ ხალხო. და სიმღერა რომ დამთავრდა, ერთ-ერთი იქ ყოფი ამბობს, რომ მომღერალი თუ ვიღაცა ბავშვებთან ერთად ვიცო. მე მგონია წეღრო ეგ ბავშვი დაეცა. გულის წასვლის დროს ელემენტარული, რა ვიცი, ადამიანი ხო ცდილობს რომ იმ წუთას მოიყვანო აზრზე და რაღაცა და 2 წუთი და რამდენიმე წამი ბავშვი ეგდო. კაცი შვილს არ უფიქრია, როგორ ბავშვებმა დაინახეს, ჯერ არც თუ ისე პატარა ბავშვები იყვნენ, მე არ მინდა რომ ბავშვებს შევეხო, მაგრამ არც თუ ისეთ პატარა ბავშვები იყვნენ, რომ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ თქმულებაც არის და თქვენს კიდეც რომ ანიშნეს რომ გააგრძელეთო. მაგრამ ბავშვებს შევეშვათ, ბავშვების ბრალი რამდენი კამერა მუშაობს პირდაპირ ეთერში. რამდენი წამყვანიზის, რამდენი სტუმარია და კიდე ამ ბავშვებს პატრონი ხო მიყვა? ანუ კაი, დედმამა თუ არ მიყვა ხო, ეხა ვიღაცამ წაიყვანა ანსამბლი და რაღაცა. ხელმძღვანელი სად იყო ამ დროს? ყავას ასვავდა გარეთ? ვერავინ დაინახა, ბავშვი წაიქცა. მე მაინტერესებდა ვეძებდი ინფორმაციას, რამე ხო არ მოვიდა, რატო წაიქცა, რატო წაუვიდა გული, დარტყმისას რა ზიანი და დავარდნისას მიუღია მარტო თითების დაზია, თითების ტკენია ბავშვს. მაგრამ თითებზია ხა ვითიშება ბავშვი, რა იცი რამ გამოიწვია? აი მე არ ვიცი.
ესეთი უგულობა სად მივდივართ, საით მივდივართ, ყველაფერი საშიში რატო გახდა. ანუ ხელი რომ მოიტეხო და მიხვიდე და ბავშვი მიიყვანო, ოპერაცია გაუკეთო, შეიძლება ვერ გამოიყვანო. შობი არის შევიდა ორი ანგელოზით უნდა გამოსულიყო, თვითონვე ანგელოზი გოგო და ვერც ერთი ვერ გამოიყვანეს. ეს კარგად იციან მიმდინარეობს გამა, რა გამოძიება უნდა გამოიყვანო და დააკლა ერთმანეთზე ეგეთი ექიმები. რა გამოძიება უნდა მაგას. ანუ რო გგონია რომ აი ცუდად ახარ და რაღაცა და გამოიძახებს სასწრაფოს და სახში რო ხარ ცუდად ადამიანი და აი რაღაც ან ექიმთან რო წახვა რაღაცა გონია წესით ხო უნდა იყო მშვიდად აი კარგ ხელში ვარ. ანუ თავის ფეხით მიდიან საავადმყოფოში ხალხი. რო თავისი ჯანმრთელობა ანდონ იქ ხალხს და წესით უნდა იცოდე რომ კარგ ხელში ხარ უკვე. ან იმედი უნდა გქონდეს. რა იმედი? ცუდად რო გახდე, ფეხი არ უნდა მოიცვალო სახლიდან. შეიძლება თითი აქ ტკივდეს, წახვიდე და მოგკლანი. მოგკლა სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობა. ნდობა ქრება ექიმების, მაგრამ აი არ ვიცი. ეს ბათუმის სიაშვილში ხომ მშვიდობა გაქვთ? მე რამდენი უნდა მოკლათ? მე რამდენი უნდა დაასახიჩვოთ? ნუ არც ჩვენთან არის ისეთი კაი სიტუაცია, მაგრამ ესე ბათუმში არის ყო ეხლა მან რა ქვია სანიტარმა თუ რაღაცა რომ მშობი არა ტუალეტში და ბავშვს უახშობდა ყელი რომ და გამოიჭრა და ერთ თვიანი ბრძოლის შემდეგ ის ბავშვი მაინც მოკვდა. ვეღარ გაიგებ ხახნო საით რა დონეზე დაუმძიმდით რომ ჩვილს იმეტებს ანუ 9 თვე მუცელში ყავ. იბადება და ყელს ჭრი. ხო გაუაზრებელი რაღაცა. ანუ დედაშვილი ის არის მამას ვეღარ ანდობ შვილს, იმიტომ რომ რამდენი რამე ხდება ეს უბედური ხალხი რამ გააგიჟა ეს ამხელა მამრები, აი ესე ვიტყვი უხეშად. შვილი ვეღარ გაუგიათ, შვილი ვეღარ გაუგიათ, ასაკით პატარა ბავშვი ვერ გაურჩევიათ, ნებისმიერთან მიდიან რომ თავისი საქონლური ჟინი დაიკმაყოფილონ. რამდენი ზედიზედ შემთხვევა მოხდა. პაპამა ის ამადამ მოიცა როგორ იყო? ხო, 14 წლის ბავშვს სისტემატიურად როგორ სისტემატიურად ხალხო? რას ქვია სისტემატიურად? ყველაზე მაგარი რამდენიმე ხნის წინ ხო იყო რომ მოიცა როგორ არის მეორე ქმარია ქალის და ანუ ცოლის შვილზე ძალადობდა თურმე, კაი ხარი. და ბაბო მიცოდა. რა დაუკმაყოფილებლად, რა ცხოველობა, რა ადამიანობა უნდა გქონდეს. რო აი ეს არ ვიცი. სიგარეტა? თუ რა იყო? ფილტრავს. რას შუ? მოშეკი. მოიქნება კიდე ჩააგდოს ახლა. აი ხა. არადე? ჟილეტის ჩიმში. ნელა დახურე ხოლმე კარები რომ ივანის ჩაეძინა. წყალი მოდის კიდე? აი ყველაფერი ავავსეთ, მაგრამ წყალი ჯერჯერობით კიდე მოდის. ხო და ანუ აი სულ იმას ვამბობთ ხოლმე რომ რა არის საშიში, როგორი რაღაცა მე არ მგონია ადამიანზე საშიში რამე არსება დადიოდეს დედამიწაზე. აი დინოზავრი კი არა, აი ყველაზე გადაშენებული რაღაც აი ისიც კი ის არის რა ქვია შემწყნარებელი თუ როგორც კიდე თუ ადამიანია ადამიანი რო ქვია და საკუთარ შვილს გაიმეტებ ესეთი რაღაცეებისთვის
შენი ჟინის დასაკმაყოფილებლად, აი უნდა გამოიყვანო, ანუ სიკვდილით დასჯა, ხო, აკრძალული, არა, არ უნდა მოკლა. არ უნდა მოკლა. სულ ეს ნაკუწ უნდა ესე აჭრა. ხო, რაღაცა სადისტობას ვამბობ, მაგრამ აი მაგ დროს ეგ გრძნობა მეუფლება, ეგეთი ხალხი არ უნდა დახოცო. ეგეთი ხალხი მუდმივად უნდა ცოცხლობდნენ. ოღონდ აი უნდა სათითაო კანის იმით უნდა ატანჯო. აი ყოველდღიურად რა, იმდენად ბევრ უგულობას ხედავ. რომ აი გული კი არ აღწყვდე, გული გწყდება ერთია, გეშინია მეორია. ანუ რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სად გვიწევს ცხოვრება, ჩვენს გვერდით შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც გაგიმეტებს, ანუ ისე გაგიმეტებს, რომ საკუთარი ისე გაგიმეტებს. სულ იმას ვამბობდი ხოლმე რა, რომ აი რაღაცა კადრები რო იყო ხოლმე უცხოეთში გადაღებული, არ ვიცი, რაღაცა სად და რაღაცა აი იყო კადრები, მაგალითად ქუჩაში მოძრაობს ხალხი და შეიძლება იქ გვერდზე ვიღაცა დავარდეს. აი ისიც არის ხოლმე ტესტს რო აკეთებენ ხოლმე რაღაცა ვიდეოებს რო იღებენ, რამდენად რეაქცია აქვს ხალხს ესეთ რაღაცეებზე და რამდენიმე ხნის წინ ნახე, მაგალითად ფეხმძიმე გოგო, ვითომ ფეხმძიმე არ იყო ფეხმძიმე, ესეთი დიდი მუცლით რაღაცა პარკში მისეინობს მარტოკა და ვითომ ტკივდება მუცელი და ირო იტყვენა 4-ზე იჩოქებს, ანუ სპეციალურად არის გაკეთებული, რამდენად მიიპყრობს ხალხის ყურადღებას. ვაიმე, ხახდო, ზედ არ უყურებენ. ანუ ფეხმძიმე გოგო იჩოქებს, მუცელზე ხელს იდებს, არ არის ფეხმძიმე, მაგრამ მე რა ვიცი, ხო? და არა უყურებენ ეს და მიდიან. დასახმარებლად არავინ არ მიდის. რა უგულობაა ხალხი, რა უბედურობა და სულ იმას ვიძახდი, რომ ეს მეთქი რა კარგია, ნუ საქართველოში რომ მოხდეს ესეთი რაღაცა, სულ იმას ვამბობ, რომ ქართველები არ ვიზავთ ეგეთ რაღაცას. ფაქტია, ბავშვი დაეცა და 2000 კაცი უყურე, პირდაპირ ეთერში 2000-მა კაცმა შეამჩნია და იქ რო 2000-ზე მეტი იყვნენ გადამღებიან ყველაფერად, ყველა იმას რო აკონტროლებენ წერტილს და სანამ ეს არ დამთავრდა, სიმღერა არ დამთავრდა, არ გააჩერეს, ხო? ბავშვი ეგდო. 2 წუთზე მეტი ბავშვი იყო გათიშული. აი მე იმის მშობელი რო ვიყო, დავახჩობდი, სულ ყველას წამოყვანიან, მომღერლიან ყველაფრიანად. და ხელმძღვანელიანად იმ ბავშვის ანსამბლია თუ რა ჯანდაბაც, რომ მიყავს სადღაცას და პასუხისგებლობას იღებ. ეგეთი ბავშვი სადღაცას წაიყვანო და მშობელი არ მოგდევს. მშობელიც უნდა იყო იქ. ყველაფერი 10 ყური და 10 რას გადავდგავდი იქაურობას. ბავშვი დაეცა. რა ის პირდაპირ ეთერში, რა ის სიმღერა, რა ისეთი სიმღერა იყო, რომ ჯერ არ გაგვიგია. რომელი სიმღერა მნიშვნელოვანი იმაზე, რომ ბავშვი გდია ძირს. და ანუ ის, რომ კარგად რო ხარ ადამიანი და გიხარია, რომ საქართველოში ცხოვრობ, მერც მადლობა, რომ საქართველოში ვცხოვრობ. და მიხარია, რომ საქართველოში ესეთი უგულობა არ იქნება, რა არ იქნება. და ბავშვი გდია და ღერიან. კაცები მღერიან. და რომ არჩებიან, მე მგონიო იქაო ბავშვი დაეცაო. წეღანო. არ ვიცი რა. ისე გამებრაზა, იმდენად აი ხო არის რაღაცა რო ხდება ხოლმე ვსკროლ რა, რომ მეთქი აი არ შემეხოს, არ ვინერვიულო უაზროდ. ჯერ ხო ძალიან ისე თითღე უნდა იყოს, რომ რაღაცა არ შეგხვდეს სანერვიულო. მე რა რო შენ არ გეხება, შენ ოჯახის წევრს არ გეხება. ელემენტარული ბავშვებზე როა ხოლმე, ონკოლოგიურ ბავშვებზე, თუნდაც ნიაკოზე, რომელიც მარტყოფელია და ექიმებმა 1-დან 3 თვემდე უთხრეს და დაითხოვეს თურქეთიდან, კიდე ისაქნეს და კიდე იბრძვიან და კიდე სჭირდება თანხები და რაღაცა, გვერდს რო ვერაუღდი ესეთ რაღაცას, არ არსებულია რის საშუალებაც რო გაქვს ადამიანი, 1 ლარი რო გაქვს და
იმათთვის ბევრი ადამიანის ერთი ლარი შეწირული ერთი ლარი ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან იშვიათობაა, რომ ესეთი რაღაცა არ შეგხვდეს. და აი როცა შეგიძლია დაეხმარო და არ ეხმარები. ანუ შეგიძლია დაეხმარო, ბავშვი რო გდია და აყენო, აიყვანო და რაღაცა. მაგრამ არა. რა არის? ანუ ის ერთია, რომ რაღაცა აღარ შეგიძლია სიტუაციაზე ადამიანს დაეხმარო, ან იმ წუთას არ გაქრო იმ ბავშვებს, მაგრამ ეგ სხვა რაღაცაა და ბავშვი რო იქ გდია პირდაპირ ეთერში და ელემენტარული ეთერი გააჩერო. ბავშვს მიხედო, იმიტომ რომ რა იცი, რა წამი, რომელი ბავშვისთვის და რომელი ადამიანისთვის როგორი მნიშვნელოვანია, რა იცი, მარტო იმას შიმშილით წაუვიდა გული უჰაერობით თუ რაღაცა სხვა საშინელი მიზეზი იყო, რომელიც წამიწამზე გადამწყვეტია იმისთვის. არ ვიცი რა. გამოსავალი მართლა არ ვიცი. ნებისმიერ თხილად ისქენი მან და ის ბურთები და ის კაკაკუკი გააჩერე. აი გამოსავალი რა არის? ჯერ ის რო რავი ადამიანობა ადამიანში დევს ჩემი აზრით, მაგას ვერ ისწავლე. და ძალიან ცუდია თუ ისეთები იბადებიან, რომელიც არ ადევ. მეორე ის, რომ აი ესეთ საზიზღარ დანაშაულებს, რომლებიც აკეთებენ, იმდენად სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რომ ვიღაცას მარტო ციხეში ჩასვეს ამდენი წლთან, რა ციხე? ნო, იქ აი დღე დაადგება, კი. ეგეთებს. მაგრამ არა, აი ყველას თვალწინ უნდა რავი, აი როგორ ვთქო, მაგრამ აი უნდა აწამო რა, აი ეგეთი ბავშვზე რო ძალადობს, ბავშვს სისტემატიურად, სექსუალურად რო ავიწყებს, აი რომ ვიღაცას თუ ეგეთი ჟინი აქვს ავადმყოფი თუ, ეგ არის ავადმყოფობა, რავი, რა არის, ცხოველს ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას, ვერ ვეტყვი ცხოველს ადამიანი ხარ. ეგეთი ის ვისაც აქვს, შიშის გამო მაინც შეიკავოს თავი და არავინ არ გააუბედუროს. ელემენტარული რამდენიმე დღის წინ 14-მა თუ 15 წლის ბიჭი იყო, რომელმაც თავის დაცვის მიზნით დაანამოუქნია სექსუალურად მოძალადე კაცს საქართველოში, რუსთავში მგონი? მე მგონი, თუ სწორად მახსოვს. და მოკლა. და ეს ბავშვი გაიქცა და პოლიციაში მივიდა, რომ ესეო და ბავშვი დაიჭირეს და 16 წელი მისცეს. იმედი მაქვს რაღაცას იზამენ. გუშინ წინ ვკითხულობდი, რომ 16 წლიანი სასჯელი. ბავშვმა თავისი თავი ხო დაიცვა. და რამდენი ბავშვი დაიცვა და გადაარჩინა იმ საზიზღარი ადამიანის მომავალი მსხვერპლები. არც კანონი გვაქვს. მოკლედ, პატრონი არ აქვს. ალბათ ცოტა ხანში დაიწყებს ხალხი თვით იმას რა ქვია, განაჩენების გამოტანას რა. იმიტომ რომ ვინც ციხეში უნდა იჯდეს არ ზის და ვინც არ უნდა იჯდეს ის ზის. კანონი ყველასთვის ერთი არ არის, ვისაც შესაძლებლობა და რაღაცეები აქვს გარეთ არიან, ვისაც შესაძლებლობა კი არა, დანაშაულს არ გაუკეთებია, ან რაღაცა სუბუქია, რაღაცა შიგნით. არა, შიგნით ისეთებიც არიან, ვინც უნდა იყვნენ. თლათ მასე წყალწრებულები ალბათ არა ვართ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ხა რაცა ხდება, თუნდაც ამ საზიზღარი კაცების ყველა ეცე საკაცეთ უნდა მეტაკება, არა, მაგას არ მოგობ, აი ეს ჟინმოკლული კაცების რო ვერ გაუგიათ შვილი და ბავშვი ვერ გაუგიათ ზოგადად. ეგ ხალხი, ექიმები, რომლებიც რა უნდათ იქ, სისხლზე რო გული მისდით, რა უნდათ იქ, თითის ტკივილით რო ბავშვს აკლავენ, რა უნდათ იქ. აი ესეთი ხალხი, აი კონები რო თივა რომ მიალაგო და აუკიდო ცეცხლი, აი ეგრე უნდა მოაშოროს ყველა. რო სხვის სიცოცხლე რო არაფრად არ უღირთ.
და ყველაზე ის რა არის, იცი? ისევ რატომ მუშაობენ? ისევ რატომ მუშაობენ? ისევ მუშაობენ, ისევ იმ თანამდებობაზე და ისევ შენ შემოგელო შენ გენაცვალე და ღმერთ თუ რა მაგარი ექიმია ესეთი, რომ ძვირფასი. მარტო სიკვდილიანობა? რამდენი ბავშვია, რომელსაც ახლა ცერებრალური დამბლა აქვს ექიმების დაუდევრობით? 1 და 2? არა, ათასობით. რამდენიმე ასეული ბავშვია, რომელსაც ცერებრალური დამბლა იმიტომ აქვს, რომ ექიმა გადაწყვიტა სანამ თავისი სმენა, ეგრეთ წოდებული, სანამ შეიცვლება, მანამდე დაბადოს ბავშვი. ან რო უყურებენ ბავშვს დახმარება რო სჭირდება, თუნდაც საკეისრო სჭირდება, მაგრამ ელოდებიან და უი. თურმე ბავშვი სუსტი იყო. დღესაც მუშაობენ თან საკმაოდ პრესტიჟულ კლინიკებში. არ ვიცი. ძალიან მებრაზება ეგეთი რაღაცეები და ძალიან ნერვები მეშლება ეგეთ რაღაცეებზე. და უსუსურობის გრძნობა მეუფლება, რომ როგორც არ გინდა გინდოდეს, რომ ახლა აი მას მიხვალ და მიასიკვდილებ აი თავისი საქციელის გამო ვერ აკეთებ. და ვინც უნდა გააკეთოს, ის არ აკეთებს. და პირიქით იცავს. არ ვიცი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უგულობა და ეს საშინელება მოწყდება მთელ ქვეყნიდან. იმიტომ რომ მარტო საქართველოში არ სტკივათ ეს ბავშვების თემა და ზოგადად არა ადამიანობის თემა. რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას, რელიგიას და ასე შემდეგ, სადაც ადამიანი იტანჯება ვიღაცა დეგენერატის გამო. წაველი ახლა საქმეს შევუდგები. და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ბოდიში მძიმე ვიდეოსთვის და მძიმე თემისთვის, მაგრამ ძალიან მეშლებოდა ნერვები. წევანდელ აქეთია ერთი სული მქონდა, რომ აი ეს რა თქმა უნდა გავრცელდება ეს კადრები და უკვე გავრცელდა და ბევრი თქვენგანი ნახავდა. მაგრამ ჩემი მოვალეობა იყო ეს მეც გამეკეთები ნამაზე ისა რა გავაკეთე არც არაფერი ისეთი. მაგრამ აი უთქმელობაც არ შეიძლება რა. მაგრამ მილიონმა კაცმა რო თქვას რა. ჩემი ეს შედეგი იქნება 0. იმიტომ რომ ვნახავთ. რომელს მიუღია რამე, არავის. რომელი კლინიკიდან გაუთავისუფლებიათ ექიმი, არც ერთი. რომელი მოძალადე დაუსჯიათ სამაგალითოდ, არც ერთი. ოდესმე იმედი მაქვს, რომ ოდესმე ვინმე იზრუნებს ხალხისთვის. იმიტომ რომ თვითონ ხალხს ძალა არ შესწევს. რამდენჯერაც თავს იცავენ და რაღაცა თვითონ აღმოჩნდებიან, თუნდაც იმ ბავშვის მაგალითით ციხეში. ანუ არც გადლევენ იმის უფლებას, რომ თავი დაიცვა. იმიტომ რომ კანონი დაგსჯის. ანუ ხო რა, თავი არ უნდა დაიცვა, კანონი დაგსჯის მე. ხო, არავის არ აქვს უფლება, რომ სხვისი სიცოცხლე დაასრულოს, მაგრამ შენ რომ მემუქრები და შენ ჩემსას რო ასრულებ, ხო, რაღაც ხო ან ხელს გავიქნებ ამ ფეხს და ეხლა თუ რამე მოგივიდა, აი დარდი. მაგრამ მაგ დროს მე კანონი მიჭერს. ძალიან მეუსამართლოება ეს გარემოება, ეს სიტუაცია. და იმედი მაქვს რაღაცა გვეშველება. დროებით.